მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, კავადარი ჩვენი ძმაკაცი, მაგრამ მალე გამოჯამდება და მოვა. ჩვენი ძმაკაცი რა თქმა უნდა გურამია. კარგი, დავიწყოთ ჩვენი არაძმაკაცებით კი არა, ცუდი ხალხით, ეს არის რომელი ერთით. ქალი არის მოხუცი, მაგრამ ბოროტი ბაბოიაგი. აი ნახოთ რა თქვა ბოროტმა ბაბოიაგმა. მე მისი ქართული არ მესმის და ძალიან გთხოვ, შენ როგორ გაიგე? ხო, შენ ხო იცნობ მას, ჩემზე მეტად და სახით სახარ მასთან ავყოფი და ვახშმებზე და ასე შემდეგ. შენ მე არც არ მევასებულა და შენ ხარ ნავყოფი და გურამის და მოდი აბა გავუშვებ. და კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ 29-ზე ძალიან ბევრი რამე ისმის, ხან იქით ხან აქეთ ვიღაცებს გონიათ რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, რაღაცა მუქარით მელაპარაკებიან და მე მგონი მაინც ვერ მიცნობენ, ან ეს არის მცდელობა რომ ამაგდონ და მე ვთქვა რომ აბა რა მეორე მხრივ და მე ძალიან მადლობელი ვარ მესმის ასევე საზოგადოებიდან და ბევრი სხვადასხვა ჯგუფებიდან რომ აბა რა დავიცავთ პრეზიდენტს, მაგრამ დასაცავიც არა ვარ, არც მეშინია და ნახოთ სად ვიქნები, როგორ ვიქნები 29-ის მერე, მაგრამ ვიქნები ის რაც ვარ, პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით და იქნება ეს პრეზიდენტი თქვენი ყველასი მსახური. აი, რანაირად? ამას ერთადერთი კითხვა, რანაირად? რანაირად, გავიგე, რას ამბობს რომ კუდით მოგვიწევს ბულდოზერს მოვიყვანთ და კუდში ჩავაბავთ ბაწარს და გამოვათრევთ, თუ გამოვა ერთი დღით ადრე და გადაიხვეწება. აი რა მოხდება? აი ვერ გავიგე, ეგ მე ერთი რამე მაინტერესებს, კაცო. მე რა იქნება გიჟი თავისუფალია, კაცო. არის ზოგი ნაპოლეონთან ერთად დაждდება ზმაო, მართლა იმასთან ერთად სტალინთან ერთად დაждდება, ჰიტლერთან ერთად. ეგ არის მაგისი ოთახები ჯერ კიდე, რომ ბაზარი არის. იქ თავისინებით გამოვა თუ ბულდოზერით გამოვა. რეალურად ჩვენ შეგვიძლია რაღაც ორი მიმართულებით ვიმჟღავნოთ, ერთი რომ შეიძლება გამოვიდეს უშუალოდ შენობიდან. მაგრამ ისევ რიტორიკა მან გააგრძელოს და მედიასთან ურთიერთობა თუ საგარეუწყებოებთან ურთიერთობა როგორც მიმდინარე პრეზიდენტმა თავისი ატრიბუტი კანონ კრესლს სამაგერს და დროშა ეგ უკვე ართულებს საკითხს და უფრო მეტად გადაყავს უფრო მეტად საჭიროს კულტურული კოდებით გაშიფრვას. ფსიქიატრიულში გადაყავს. რას ნიშნავს რომ მე მთელი ჩემი სიმბოლიკით ვაგრძელებ რომ ვიყო პრეზიდენტი დროშა სტანდარტი. ხო და ნუ პრეზიდენტის დროშა არ არსებობს ეგეთი რაღაც და სტანდარტი რა ვიცი პრეზიდენტის სავარძელი რაც დგას ორბელნებში მაგის წაღებას აპირებს? ალბათ. თუ ეს იმას გულისხმობს რომ ანუ სიმბოლიკა ანუ შესაბამისად პრეზიდენტის სასახლე ლავ დარჩება მის მიერ ოკუპირებად სივრცე. აი ეგ არის. ეგ მაინტერესებს. ხახო, მოდი რა მე მარტივად გეტყვი. მე 29-ში წინა საახალწლო ხო იყო? კაჩ პოპკორნი ყველა პონჩი მოსამარაგებელი არის. იოლკები ხო და იყო ჩემ ბავშვობაში იყო იოლკები. დავდიოდი და პრიანიკს მაძლევდნენ მანდარინს, შენ არ მოესწარი ამას კომუნისტების დროს და იყო ესეთი სანახაობები. ეხლა თელმა რიგმა გენიალურმა არტისტებმა, სტეფანემ, ლელა წურწუმიამ და ასე შემდეგ, ეგენი ვაფშე არ იყო გამოსაყვანი ხალხი და არ იყო დასაძახებელი და თავზე ხელი არ უნდა გადავეგვესვა მათთვის. ეგ მე დიდი ხანია ვიცოდი, მაგრამ კაი ჯანდაბა შეგვეშალა. მაგრამ თვითონ თქვენს რომ არ მინდა გრინჩები ვართო და დღესასწაულს არ მოგიწყობთო და მე ხო მინდა დღესასწაული, კაცო. სოფას ვერ მოусმენ რაღაცა დღესასწაული მინდა და ლელა წურწუმიას ფანი. სოფამ დაჟე ისოკაც მე პოლარიზაცია ძალიან მომწონსო, უკვე ნათესავებიან, მეგობრებიან, ყველაო გავცხრილეო, კარგადო რა, ვიცი. ხო და აგერ ძმაო, შვენიერია, გაცხრილა და გამოცხრილა სტეფანემ. ხო და მინდა შოუ. ხო მაგრამ შოუ აშკარად იქნება? არ ვიცი. დარჩება ეს შიგნით ძალით გამოსაყვანი იქნება თუ არა შოუ ყველაფერში იქნება, იმიტომ ეს გააკეთებს მაშინ თავის ანკლავ მიმართვას, თუნდაც საახალოს, რომელსაც გაუშვებს TV პირველი და არა, ეგ კიდე ვერ გაიგე. მაგრამ არ ბიჭო, მოვა თუ არა დასუფთავების სამსახური ან პოლიციელი ქალბატონი. მაგაზე ეგეთი კუდზე ჩაუბამა თუ არა ბაწარს და კუდი დაესე პირდაპირ როგორც ხდება ხოლმე გამოაძრობა. ვერ ვიტყვით. ერთ პირველად არა, იმიტომ რომ სამომეს სინტაქსი არის არეული როგორც ყოველთვის. არამედ იმიტომ რომ თვითონაც არის აშკარად. მაგრამ იქიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში ამან რეებიც იკადრა, მე მქონდა თავიდან ეგ პოზიცია, რომ სამომე იქიდან გამომდინარე ძალიან აროგანტული ქალბატონი არის, არ აკადრებდა თავის თავს, რომ ის კადრები არსებულიყო, სადაც ის ძალით გამოყავთ
ორბელიანის სასახლე. მაგრამ მინდა თქვა კუდით. მაგრამ ამ ბოლო პერიოდში რეებიც აკეთა, თუნდაც გუშინ იყო ხო ის სცენაზე რო ახტა და დაცვას რო არსებული დაცვა გააწევინა და სრული სიგიჟე. ან უკვე ყველაფრის კადრების მდგომარეობაში არის გადასული, შესაბამისად მე მართლა არ გამიკვირდება ტომი ჯერში რო ტომი იმაზე კარებზე არის ხოლმე მიწებებული ვარ დაიყვანო როთახი და ეგრეთ უგაგვეჩი. დღეს შედგა ბიზნესმენების შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან ნოშიკო რამორაძემ ჩვენმა მეგობარმა როგორც ყოველთვის იგრულად ილაპარაკა, არ მინდა ეხლა გაშვება მისი სიტყვების, თუმცა ბევრმა გაუშვა ჩვენმა ტელევიზიამ ძალიან მისაბაძი იყო მისი მხრიდან ეგ გამოსვლა და ნათქვამი სიტყვები. მოკლედ და კონკრეტული და ძალიან კაფიო ასე ვთქვათ. მაგრამ ბიზნესზე გამახსენდა ეხლა რა. აი კიდევ ერთხელ ვამბობ, არის მთელი რიგი ბიზნესებისა, რომლებიც კი არ გაიფიცა, მაგრამ რაღაცნაირად ევროპული გზა უნდათ და ხარს უჭერენ მომიტინგეებს და ხარს უჭერენ მომიტინგეებიც არ არიან გადატრიალების მომხრეებს, იმიტომ რომ ეს რა არის ვადამდელი არჩევნები, რომელიც კონსტიტუციით არ არის გათვალისწინებული. ხო, ეს არის პირდაპირი მოთხოვნა, რომ შენ წადი და მე მოვალ. ოღონდ ეს მეორე მოსვლელი ვინ არის, არ ვიცი. და მათ შორის აი ამ ადამიანების ხარდამჭერი, ფულადი შემწეობითაც უჭერს ხარს, არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკის სისტემის შემქმნელი ბანკი, საქართველოს ბანკი. აგერ ბატონო გავუშვით ახლა ეს. გავუშვით? გავუშვით რა, აჰა. ეს არის ბელარუსის ნაროდნი ბანკი, სახალხო ბანკი, დიდი ბანკი ეს სხვა შორის. ბელორუსიაში არის ეს ბანკი, საქართველოს ბანკის კუთვნილებაა, ბაჭკასთან ერთად, დიდი განსხვავება ბაჭკასა და დამაბრუნეთ, აღარ არის საჭირო ამდენი ამისკულება. დიდი განსხვავება ბაჭკასა და პუტინს შორის, რა თქმა უნდა, არ არის. ბირთვული იარაღი განათავსებინა ბაჭკამ პუტინს იქ, არეშნიკი განათავსებინა, იქიდან ესოდე რაკეტებს მეტყულ უკრაინას. უკრაინა იძულებულია უკრაინა ბელორუსის საზღვარზე ყავდეს ჯარი, რომ იქიდან არ დაარტყას კიდევ ერთხელ რუსულმა დივიზიებმა, მოკლედ და როგორი დემოკრატია აქვს, დემოკრატების აზრით და ევროპის აზრით და სანქციების. ხოდა ლიბერალებისთვის, ვისაც ახლა მხარი დაუჭირა კიდევ ფინანსურად საქართველოს ბანკმა არის წითელი ხაზი ბელარუსი. ხო, ბელარუსი. აი ხა მე მაგ კითხვა მენეჯმენტთან, სახალხო ბანკის მენეჯმენტთან, ხო? სახალხო ბანკის მენეჯმენტს მაგ უნდა შევეკითხო, რომ business as usual მოსულა? თუ მოსულა, პრობლემა არ არის, მაყურს თუ აკეთებთ, პრობლემა არ არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველგან უნდა გქონდეთ ეს ვთქვათ ფილიალები, მაგრამ ერთი წუთი, თქვენ ახ კუდი ყავარზე გქონდეთ გადებული და ეგრე არ გამოდის რა. ამოირჩიეთ დიქტატორთან ერთად, თქვენ ხო დიქტატორს უწოდებთ, მაყურს აკეთებთ, გააკეთეთ. აქეთ ახლა ნუ გვიტრიალდებით და ნუ აფინანსებთ ვითომ რევოლუციას. ასევე მეორეს ვიტყვი თუ შეიძლება რა. აი ბანკის დაფინანსებაზე ის უნდა ახსენო. ნუ ეგ ხარ როგორ დაფინანსება, ეგ ვიცით, თავისივე კომპანიებს აძლევენ ამ დაფინანსებას და აგრეთვე ხა ყველა ბანკს ამ დიდ ბანკს აქვს ვალდებულება იმისა, რომ რაღაც კულტურულ აქტივობებში ფული გადაიხადოს და წლის ბოლოს ეხა რაღაც მორჩენილი აქვს და ჩაყრიან ბარემ ამაში და მარკეტინგსაც გაიკეთებენ მაგით. კიდევ თბილღვინოს ვიღაცა მარგველაშვილი ვდახი ხო? თბილღვინო, აი ესეთ კომპანია გამოვიდა და ვადამდელი არჩევნებიო შეხვედრიდან პრემიერის პრემიერთან შეხვედრის მერე გამოვიდა თბილღვინოს ტიპი. თბილღვინო, აი ხო გყავთ ევროპელი მარკეტინგის მენეჯერები. რუსეთში რამდენს ყიდით ხალხო? რა მოცულობაა თქვენი პროდუქტის, რამდენი პროცენტია რუსეთში, რამდენი გაგაქვთ? ხო არ შეიძლება თავზე დაგვაკუკოთ მართლა რა. თქვენ ეხა გასაგებია რომ ბიზნესი ხართ და ასეთა ისე რა, გითმენთ. იმიტომ რომ სწორია, თქვენ ქმნით სამუშაო ადგილს და დოლოს, მაგრამ ძალიანაც ნუ გადაიკუკავთ რა, რაღაცეებს. თქვენ აგერ ივაჭროთ, აგერ ჩვენს მტერთან, ოკუპანტთან და მე აქ მიკითხოთ მორალი, რომ აი თურმე ევროპულად არ ჩატარდა არჩევნები, ეგრე არ არის, მაო. და კოკაკოლას მე მგონი ცოტა ხიტრად აქვს საქმე, იმიტომ რომ კოკაკოლა არ იტყვის, რომ მე ვყიდიო, ვიღაცა ეყოლება, რომელიც აქ აწარმოებს ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს და იქ ჩააქვს და ჩემი არ არის გაიტანესო იტყვის და იგი, მაგრამ ხო ხდებია რა. მე აკრძალოს მსგავსი გატანა. ნუ ეხა ფულიც წვილი რამეა რა. ბევრ ბიზნესზე შეიძლება. ეხა აი სულ მინდა რომ ესე იგი დავждდე და მოვიძიო ეხა ბიზნესების იმ ლისტში. ხო არის რაღაც ლისტი, რომელიც პროტესტი გამოუცხადებს და ვადამდელი არჩევნებიდან. რუსეთთან და უკრაინასთან რამდენი ვაჭრობს რა. აი ეგ მაინტერესებს კიდე რომ მოუძებნო.
სხვილი ბიზნესი რუსეთთან ალბათ ყველა ივაჭრებს. რა თქმა უნდა. უარი თქვით ძმაო, უარი თქვით რუსეთთან ურთიერთობაზე. რუსეთისგან და უკრაინა რა იყო და ბელორუსისგან ფულს ნუ იღებთ, ნუ ხეირობთ და დაგიჯერებთ რომ ჯიგრები ხართ, მაგრამ ეგრე კიდე ერთხელ არ მოსულა, არ შეიძლება ეგრე რაღაცების გაკეთება. ამაზე პასუხიც არ არის და არც გამცემენ ესენი. გაუშვათ აი ამ ბიზნესმენების სანამეინახე, ვისი იმედიც აქვს მებრძოლი ჭრელკაბაში. ვინ? გაუშვით. ეს ხორუმამდე იყო ხორუმზე საკები. ეხა გეტყვი. ეს არის სუფიების ცეკვა, დერვიშების ცეკვა. ეს არის ძალიან განვითარებული სექტა, სუფიების სექტა, ძალიან მისტიური და მთელი მუღამი რა არის, იცი რომ ეს თეთრებში ჩაცმული ეს სუფიები და თურქეთში ვინც არის ნამყოფი მათ წარმოდგენაზე ნახავდა და ძალიან ლამაზია. ძალიან დიდი ხანი 1 საათიც კი შეიძლება ტრიალებდნენ ასე რომ ორიენტაცია თავრო არ დაეყო. ძალიან ლამაზია რა. ხო, აგერ ეს დერვიში აი ამ დერვიშმა სულ რაღაც რამოდენიმე წამი იტრიალა და დაერხა და აი ესე მიიყვანთ საქმეს ბოლომდე. ნუ გასაგებია რომ გიჟებისგან თავს ვერ დაიზღვავთ, მაგრამ ნუ არ ვიცი ხე მან როგორ არის. ხორუმის თემა მივაბად ბარემ. ხორუმის თემა მივაბად. ხორუმის თემა იყო როგორი რაღაც ცი გახსოვს 2021-ის ან ადგილობრივი არჩევნების ამბავი იყო ან 20-ის საპარლამენტო მელიას გუნდმა რო გადაწყვიტა რომ რეიტინგის მომატებისთვის მოდიო ქართული სიმღერების ვიდეოები ჩავწეროთ გახსოვს ეგ კი ბატონო და ნუ საშინლად ყროყინებდა ისინი დებდნენ რომ აი ეროვნულები ვართო ჩვენცო რა არ ვართო უსამშობლოები ბიჭო დაახლოებით ეგეთი ის იყო იმიტომ რომ ხორუმს ხო იცი ხა როგორი დატვირთვა აქ რა დიდი ისეთი ეროვნული იდენტობის ნაწილი რა ბოლო მინიმუმ ბოლო რამდენიმე საუკუნის და ამ ეროვნულ იდენტობაში ძალიან გამოკვეთილადაა სიმბოლიზმი ხორუმს ცეკვავდე ბიჭო ევროკავშირის დროში ქალები არის ცალკე ტრაგედია ქალები და ხო ნუ ქალები როცა არ შეიძლება საბრძოლო ცეკვა ქალი ხო იცი როგორი ამბავი ან ნაცების და ლიბერალების შემთხვევაში ხო იცი ან ქალი ფარად დგას კაცი არის ბრძვის ჯერ ქალებს გესროლეთ რა ხო ირმა სოხალთის დაუიწყარი სიმღერა ჯერ ქალებს გესროლეთ ხო ან ჩემს იყო ძალიან ესეთი სევდიანი საყურებელი ნუ მაიმუნობა რა ეხა ეს ძალიან ლამაზ ცეკვა ყალბი პათეტიკა რა სად იყო ლამაზი კარგად შეეძლოთ დაედგათ ესეც არ გავიდნენ პროფესიონალი მოცეკვავები და იმით ეს ძალიან ჩემს ყველაზე ესეთი იყო რომ აი ეს ფეტიშიზაცია რომ ევროკავშირის დროში ხორუმს ცეკვავენ ქალები ნუ აი ეხა მართლა იოგი გვაქვს იოგის ვიდეო არსებობს ხალხო იგივე წარმატებით ეხა ლეზგინკა რო იცეკვა არა სადღაც არის იოგის ვიდეო ვეძი მე გააგზავნე შენ ხო და ნუ აი ეგ რეალურად ის იყო რომ ამდენი ხანი ეროვნულობა ვერაფრით ვერ დამკიცეს და აი მოდი იქნება ამით ვქნათ რომ უბრალოდ ყველა ეროვნული მანიშნებლები და მახასიათებლები რაც კი გაჩნდა არა აგერ ყველაფერი არის აგერ პანოპტიკუმია უკვე ცირკია რა შეხედეთ აჰა გაუშვით ტორნასტორობა გაგეთ ნუ აი შუა საუკუნოვანი ქალაქის ბაზარში რომ გამოდიან ისინი მასხრები აი ეს რა იოგების მარში. სხვათა შორის აბა ვინ იქნება? სხვათა შორის მე ერთი იოგი მყავს ნანახი. ფარული ჩანაწერია, მე არ მაქვს ნანახი, უბრალოდ არ შეიძლება რომ თქვა რომ ნანახი მაქვს. მოყოლილი აქვს ეს. ფარული ჩანაწერი შესახებ. ხო, საოცარ პლასტიკას იჩენს, როგორც მიყვებიან. როგორც მიყვებიან. აქტივისტი იოგზია. სულ რაღაც 3 დღის წინ რომ გამოუშვეს. გააგზავნებს თავის საქმიანობას დიდი სიამოვნებით, საერთოდ არ ჭირდება არავინ თვით დაკმაყოფილებისთვის, შეიძლება პირდაპირ თქვა. კი ბატონო, ჩინე რა გვაქვს ესე იგი აბა გოგოები გაუშვით. აი შეხედეთ გადაგვარების კიდევ ერთხელ ერთი მაგალითი. ვიცი რასაც გაუშვით. ხო, ესე იგი ანგელოზის ხმით რა ანგელოზის წყალებში ხმით ოჯახში გაზრდილი პატარა გოგონები 20-25 წლის გოგონები გადასარევი რეპერტუარით თუ შეიძლება გაუშვით კოცების დედის და ცხოველებო
ხო, ეხლა წამოარტყავს ამას მშობელი თავში და უჩივლებს. კი, მშობელს გამოდებენ ეგრევე Facebook-ზე. ამ 4 გოგოს ხო ყავს მამა, დედა, ბაბუა, ძმა. რა ვიცი ეხლა ვიღაცას ხო იქიდან ხო არ არიან აქ. ვიღაცამ გალობა ხო ასწავლა. ვიღაცამ ხო არა გალობა არა ისა სიმღერა ხო პედაგოგი ყავს. არა, სასაცილო არ არის. სინამდვილეში ეხლა იმიტომ რომ ანუ სიგოიმის იმხელა ეს არის ევროპა? დუღილის წერტილი არის ძმა. ეს არის ევროპა? აი ეს გოიმობა ამას. არა, ეს ამან უნდა გადამაყიროს აი ამ 4 გოგომ, აი არატრადიციული ორიენტაციის მქონე იოგმა, ასევე არატრადიციული ორიენტაციის დერვიშმა, კიდე ეს გაუშვი, თავში გარჭობილი აქციდან, თავში დროშა გარჭობილი, გაუშვი აბა. რა არის ეს? არც კი ვიცი გაუშვი. პირველი დღიდან აქ ვარ, უკვე ბევრი წელია აქ ვარ. ანუ ის როგორც ბევრი ადამიანი აქ და განწყობა მაქვს ის, რომ აი რაღაცა მჯერა იმის, რომ მივალთ იმ ნიშნულთან, სადაც რაც არის ხალხის ნება. ხო, ეს ვიცით კი ბატონო. აი ეს გვაგდებს, ის თაში დროშა გარჭობილი. რა ვიცი, ამზომი ჩაირთო, ხო, ხალხო, ერთი თუთა ამ წამზე ძალიან გარედან დაგანახა თქვენი თავი, მართლა რა. შილაფლავი, იცი შილაფლავი? არა. გაუშვი შილაფლავი. კახელების აქცია იყო ვითომ და შილა ჩამოატარეს, რომ ვითომ პანაშვიდია და გასვენება ჩვენი და შილას რო ჩამოატარეს, დაიშალოთ უნდა თქვენი დედავატირი. აი ეს. ჯერ უნდა შემოწდეს ამის ჭამა შეიძლება? მეგობრებო, ყველას მოგაწვდით ემშებით და თითო ჭიქვა წასულებისა შეგიძლიათ რომ ძალიან. ხო და მე უნდა დაიშალოთ თქვენი დედავატირი. ჩამოტარება ვნახოთ, აბა როგორი. ნუ აი შილაფლავი. შეხედე. კაი, ნუ ხო და აი თქვენ გვაგდებთ, თქვენ გინდა ჩვენი ჩამოგდება? ჯვაკ რა არის სირია. ანუ ეს როგორ არის, უძინართან მზეში რო არის. თქვენ გინდათ ჩემი ფული. და მე აგერ უბეში. სხვანაირად რო შევთავაზოთ. არ ვარგა ეს რაღაცა. თემა რა არის თქო იცი? ჩვენ პოსტივზე რო გვედო, მარშების კადრები დრონიდან, ნახე? იგაც რა თქმა უნდა. ნუ ახლა ეს არის უსუსური, უბადრუკი რაღაცა მაიმუნობა. და ის გიჟი იქროზის. ვინა? ავატყოფი. რომელი? ავატყოფი, ვითომ ავატყოფი, ხო? მივამეჩი ზის. სააკაშვილი ხო ის თორსეულებოდა ბიჭო ხო არ გამოდის მარშები და ხურუმებით რაღაცა კენთო მაგრამ იმ კი რო არ აქტივის ერთი ადგილი კი ბატონო და გაუწყდნენ გაჩუმდიოს ერთადერთი ადამიანი ვინც რაღაცა იმიტომ რომ მაგის ილუზია ხო იქნება რომ ვითომ ჩვენ ნაცებთან არაფერი არ გვესახება ერთადერთი წო რაღაცას ეუნება კი და ნანუკამ დაუწერა რომ გაჩუმდიოს აბა ბიჭო ხოლო უყურე დღეს იყო დღეს ან გუშინ იყო ჩემი ფავორიტი მარში სხვათა შორის რა ხდებოდა ლიბერალ მემარჯვენეების მარში ეს სამწუხაროდ მაგის კადრები არ ლიბერტარიანელების არის ხო აღო თვითონ ეგრე ეწერათ ლიბერალ მემარჯვენეების მარში მაგრამ მაინტერესებს ვინ იყო მაგ მარშზე თუ გვაქვს კადრები ახლა რომ ექსურომდათ ნახოთ გაასწორებ რეალურად ანუ აქ თავარი ტრაგიზმი რაში მდგომარეობს რა რომ რაღაცა ჯგუფმა შეიძლება ყველა მაგრამ რაღაც ჯგუფმა მართლა დაიჯერა რომ აი რაღაც ვიზიონერის რომელიც ისე ვიღაცა ნაციშვილის ის აღმოჩნდა თულხო სვივონიშვილი ხო ვიზიონერი რო უწერს რომ 200,000 იყავით მართლა დაიჯერეს რომ 200,000 კაცი ვდგავართ ყოველდღიურად აქციაზეო და უმრავლესობა ჩვენ ვართო და შესაბამისად ანუ უკვე უმრავლესობაზე რომ დაიჯერეს რომ ჩვენ ვართო ის რომ აქეთ არსებობს განსხვავებული აზრი უკვე აღარ აინტერესებთ გესმის? ანუ ანგარიშს გასწევი აღარა, იმიტომ გალობს ის 4 გოგო. არა, აი ხა ვიზიონერზე გამახსენდა. ხო, გასაგებია. ვიზიონერის მამა არის გურული კაცი მიხო სვიმონიშვილი, რომელსაც აქვს ნაბეღლავი. აწმაო შეხაჩეი ბატონი, აგერ გაუშვით რა. ჯიგულად იყიდება რუსეთში პრობლემა პიჭორაშ მაგნიტ ყველგან იყიდება. აი ეს ყველაფერი ხო მაგნიტმაც რო გაფიცვაში მიიღო მონაწილეობა მაგნიტმა მიიღო გაფიცვაში შეიძლება სხვა მაგნიტია დასადგენი აი ყველაფერი არის დასადგენი რა სვაფში არ გამორიცხავ იმას რომ უჭიდროესი კავშირები ქონდეს ან ბელორუსთან ან რა თქმა უნდა აი ყველა ბიზნეს რა რა თქმა უნდა ყველა ბიზნესი ეგ თავისთავად ჯერ ესეთი ვერ გავიგე რუსეთის თუ გაფიცვას აცხადებდა პროტესტს უცხადებდა რუსული ტავარები არ შემოიტანო მაშინ
კაროჩე რა, არ შეიძლება. ხალხო, მე თქვენ გეტყვით რა. არ ხდება ეგრე გამარჯვება. აი ესე საღამოს გაივლით 2 საათით იქ ყინვაში დადგებით და მე შეგცივდებათ და წახვალთ. რაღაცა ბანძ ხორუმებს გააკეთეთ, ბანძ, რაღაცა სიგიჟებს. მე ვიღაცებს მოიმხრობ უცხოელებს და უცხოელები გეუბნებიან და ამიტომ წადითო თავრობას უკიჟინებენ რა. მე მაინტერესებს, აი მაინც მაინტერესებს, აი ეს ქალი სალომე ხო? აი ძალიან მაინტერესებს 29-ში რა იქნება? რა იქნება? აი სალომე ზურაბაშვილი აქციაზე. სცენაზე რო ახტა კუდიანი დედაბერი. მერის სცენაზე ახტა რა. და დაეპატრონა. ბაბა იაგა პროჭი, ეგეთი მულტფილმი იყო, ძალიან მაგარი 80-იან წლებს. ოლიმპიადა იმართება მოსკოვში, ეგ ცნობილი ოლიმპიადა გაიმართა 1980 წელს და ზღაპრის გმირებს ბოროტებს. უნდათ ხელის შეშლა. და მათი უფროსი არის ბაბა იაგა. და ბაბა იაგა პროჭი, ანუ ჩაშლა უნდა ღონისძიების. დაახლოებით კი არა, ზუსტად სალომეა და თქოთ რომ გავუშვით, აბა ეს მე-12. ნახე ფეხზე ნაღდი ბესელიები აცვიეს ფათაშორის თუ შენიშნავდი. ბესელიები რაც დადაქალდნენ ისიც გასვალე სტილისტი. გითხრათ რომ ეს ადგილი ჩვენია. მელურებო. პრეზიდენტი უნდა მოეწერ. ნაუ. გაგისიებია. ეს სცენა ჩვენია. ვერ დააპატიმრებენ. ამას ეხლა უწყვილის ქვევინა პრეზიდენტი უნდა მოხდეს დიდი ალბათობით იყო ის ტიპი რომელიც ამას რეზიდენტს ეძახდა. ჩვენია, თქვენია. ხო. შეგხვდებით კახელებს დიდი მადლობა და სხვებსაც. დიალოგი. ეხლა ხე. მიშა შეხედე. გურულიც ვარ. კიდე? ბაბა იაგა ხარ, თავარი ეგ არის თორე ვიცე კიდე ის. კაი, ტელევიზორს რო ეჩხუბება, ის კაცი გავიჩინე, მაგრამ აგერ ზუსტი ინფორმაცია მომივიდა, რომ ნახევარი ჩოჩელების არის, ნახევარი რუსების მაგნიტი. და რატო აპროტესტებთ, კაცო, თქვენ რუსი დამფუძნებლები არ ყავთ? თუ არ ყავთ, გამოდით, გააკეთეთ განცხადება და ბოდიშს მოვიხდი. აი? ბოდიშში კაცო გეტყვით და გაიფიცეთ ხო რა. გამაინტერესებს ციკიდან ეგ როგორ არის, იცი? დიდი ბოდიში ანეკდოტი არის, თვრალი კაცი ამოვიდა ავტობუსში და ქალების ხედავთ. აქეთ ვინც ხედავთ, ბოზები ხართო და ჩემს იქით ვინც ზიხართ, ყველა იდიოტებიო და რას როგორ გეკადრებათო იქ ხალი წამოდგა 50 წელია ჩემი ქმრის ერთგული ვარ და უკაცრავად ხალბატონო აქეთ გადმოვზარდით და ახლა აი ამ თუ მაგნიტი დაადასტურებს რომ რუსული და აქეთ გადმოვზარდება იდიოტებში ისე იქ არის რაც მე ვთქვი არა არ შეიძლება ეგეთი რაღაცები გაკეთება ბიჭო ეგ სასახა არის ახლა როგორც ლიაკა ხოშტარი არ შეიძლება რომ ანტირუსული სათავეში იდგეს ქალი რომელიც რა ქვია რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს იღებს ყოველთვიურად ისე არ შეიძლება რომ ბიზნესი რომელიც რუსეთთან პირდაპირ ვაჭრობითაა დაკავშირებული თუ დამფუძნებლები ყავს რუსეთის მოქალაქეები და რუსეთში საქმის წარმოებლები ის მაგნიტია ის გადიოდეს ხო ის გადიოდეს გაფიცვაში იმის გამო რომ ევროპულ კურსსაც და ქვეყანა ჩელაბისკში მივდივარ ჩელაბისკში არის მაგნიტი ჩვენთანაც არის რა პრობლემაა პრობლემები დაახლოებით ერთდაიგივეა ხო და ის გუშინ თუ დღეს იყო თქო ის მემარჯვენე ლიბერალების აქცია და დღეს იყო კიდე ფილოსოფოსების აქცია მაგის კადრები მაინტერესებს იმიტომ რომ საზა შათირიშვილი იქ არიდგებოდა ლევან გიგინეიშვილი იქ არიდგებოდა ცოცხალი ქართველი ფილოსოფოსი ვინ არის იქ ვინც იდგა არ ვიცი და პროსტა ვისაც ამაზენი კადრი ეხლა ხალხის ზედმეტია ერთი ბავშვის ცლებლად არღის არანაირი პოლიტიკური ან გამარჯვება ან ტრიუმფი გაუშვით აი ქუთაისში აქციიდან ბავშვი ნაძვის ხესთან არ უშვებს ვიღაცა ბოროტი ნაცი ბავშვს უნდა სურათი გადაგება არა ლეიდა არ იმიო გადამაგდე აი ხონუ ეს არის ეგეთია საქართველოში არ მომხდარა კი აი ის ჰიმნი რო გავუშვით გალობა ზუსტად მიემართებათ ამათ იმიტომ რომ ეს აქ უკვე მართლა ადამიანობის საკითხია რა ამ რაც არ უნდა შემთხვევით რომ უმნიშვნელოვანესი გზავნილი გიწერია მაგ პლაკატზე ან ბავშვს რო
ნაძვისხესთან ფოტოს გადაღება უნდა მოდი რა ცოტა ხანი გაჩერდი და მაინც ვერაფერს ვერ შეცვლი მაგ შენი პლაკატით და ბავშვს უტოვებ ძალიან დრამატულ გამოსცილებას, მაგრამ მართლა იმაზე მიდის რა ადამიანობაზე, იმიტომ რომ ამათმა მართლა ფსევდო თვითრწმენა შესძინეს ერთმანეთს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა და ჩვენ ვიბრძვით ძალიან დიადი და ჭეშმარიტი მიზნის მისაღწევად. ამათ მიზანი არის ფარსი, იმიტომ რომ რაღაც რისი წინაღობაც საქართველოში არ შექმნილა იმის მოსანგრევად შენ იბრძოდე არის ფარსი, არის წისქვილებთან ბრძოლა და ილუზიის ტყვეობაში ყოფნა, რომელიც არის ფსიქიატრიული მდგომარეობა. და მეორე, როდესაც ანუ შენც უკვე განმასხვავებელი აღარ ხდება, ანუ მე იმიტომ რომ პლაკატი მეჭიროს გაშლილი, სადაც მიწერია საუბრობთ რა. გუთვერნობა, არა ადამიანობა არის. ხო, როდესაც ბავშვი არის შენს გვერდით, იქ რაღაც სხვა ეთიკა უნდა შეიძინო რა. იგივე იყო ზუსტად ის დედა რო იდგა გაჩერებაზე და შულთან ერთად რო ანძღვა დაუწყეს და მე რო იმითი აპრავებდნენ რომ მე ვიდეო გადმოდეს რომ აი შუათის გარშემო სკებ თავი რო არ გაგილეწათ მადლობა თქვით. ეს ერთი. და მეორე ანუ ესეთი რაღაცები თუ გახშირდება, ეგ უკვე მართლა ძალიან ცუდ შესაძლო შედეგებს იტანს. ხალხი პასუხს გასცემს თვითონ და არ გვინდა ეგ. ბიჭო, ბავშვი და შვილი უკვე სხვა კატეგორია არის რა. ბავშვთან და შვილთან შენ როდესაც მოდიხარ წინააღმდეგობაში, ამ ტიპის წინააღმდეგობაში, იქ უკვე მე სხვანაირი პასუხი მოგეთხოვება რა მაგაზე. და ის რო აგერ მე რა ჩემს სამოქალაქო პოზიციას ვაფიქსირებ, ეს შენ სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება აღარ არის. შვილის შვილზე შენ ემოციური ძალადობის უფლება არ აქვს არც ერთ სიტუაციაში. რა თქმა უნდა. როდესაც არ უწონს ეხება საქმე. ეხლა ეს გაუშვი შეიძლება კადრი განსაკუთრებით ამძაფრებს დღევანდელობას. კიბო განაჩენი არ არის, არც უსულო უცნობა განაჩენი. დახურეთ. ეს პლაკატი გამოჩნდა ონკოპაციენტების ჯერ რა ცინიზმია. ონკოპაციენტები ეს არის მძიმესენით დაავადებული ხალხი და მათ სჭირდებათ არა წაქეზევა რაღაც მარშებისადმი, არამედ მოვლა, მიხედვა და ასე შემდეგ, ხო? და ბევრ პაციენტს, რომელიც ასეთი სენით არის დაავადებული, საერთოდ არ უნდა საჯაროობა, უმრავლესობას. ხო, გასაგები მიზეზების გამო. მithumetes იმ აქციაზე დგომა, რომლის ერთ-ერთი მთავარიც არის გიორგი ვაშაძე, რომელმაც უთხრა, რომ პალიატიურ კურნალობაზე, ანუ იმ საზარელი ტკივილების ჩახშობაზე, რომელიც ბოლო სტადიის კიბოს მქონე ადამიანებს აქვთ, იტანჯებიან. რატო ვიხდეთ, ფულს მაინც მოკვდებიანო. და ამის გვერდზე დგანან ონკოპაციენტები, მე ამჯერა რა. მე ამჯერა ეს სიგიჟია ეს უბრალოდ რა. რა თქმა უნდა. ეხლა შეიძლება თქვა, რომ ევროპას სურთ. რას ნიშნავს ევროპას სურთ? კაცო, ამ აქციებს თუ დაგავიწყდათ, გეტყვით, რომ ამ აქციებს კონკრეტული პოლიტიკური მდგენელი აქვს. არჩევნები ვადამდელი, რომელსაც ითხოვს ვაშაძე. თქვენ რო იქ გამოდიხართ, ვაშაძე ამით სარგებლობს და ითხოვს პოლიტიკურად უკვე არჩევნებს. და ვის გვერდზე გახართ? თუნდაც 1-2 ონკოპაციენტიც კი, რომელმაც აი ასე სასიკვდილოდ წამების სიკვდილისთვის გაგწირათ. მე ხო ალოგიკურია ეგ. ანუ უყურე ბიჭო, მანდ კიდე სასწავლო ისი რა არის. ამ ადამიანების რაღაც კონკრეტული ჯგუფი დღემდე საუბრობს, რომ არ შეიძლება რაღაცა სფეროები იყოს აპოლიტიკური, არ შეიძლება ადამიანი იყოს აპოლიტიკური და ასე შემდეგ, მაგითი ამუნათებენ მაგალითად ბევრ ისეთ ადამიანს, ვინც ამ პროცესებისადმი დუმს გამოხატავს და არ იჭერს მათ მხარეს. და ნუ აქ ავტომატურად შესაბამისად დუმს გამოხატავს, რას პირველი მათ გვერდით არ დგას. ამავდროულად ეს ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან, რომ ყველაფერი პოლიტიკა არის, თან ან არიან იმდენად იდიოტები, რომ ამას ჯერად და ისე ამბობენ, ან მართლა თავს იდებილებენ იმისთვის, რომ მიზანს მიაღწევს, რომელსაც რა თქმა უნდა ვერასოდეს ვერ მიაღწევენ, რომ ჩვენ ეს არის სახალხო პროცესი, დაცლილი სრულად პოლიტიკური პარტიული შინაარსისგან და ჩვენ ვადამდელი არჩევნები ვისთვის კი არ გვინდა რომ ვიღეს ოპოზიცია მოვიყვანოთ ხელისუფლებას, ჩვენ გვინდა რომ ხელისუფლება გავუშვათ. ხელისუფლების გაშვების აბსურდულ შემთხვევაში მისი ჩამნაცვლებელი ოპოზიცია ხო ხდება? ანუ ნიკა გვარამია ხო ხდება? გიზია კაცო ხეს. ჭიჭე ვაშაძე, ნიკა გვარამია, ის რა ქვია, გიორგი გახარია, ლიაკა ხოშტარია, ანუ აგენტები და ნუ ეხ წინა ხელისუფლებას გამოსლებენ და ძალიან კარგად ვიცით ტიპის კრიმინალებია. აი ეს გაუშვა თუ შეიძლება აი ეს
რო არ უნდა ჩელიაბინსკში რომ არყის დალევა არ უნდა გავუშვით. ბორდო არის ღვინის ქალაქი, მაგრამ პარიზში ცვავთ ხოლმე ჩვენ ღვინოს და არ გვინდა რომ ჩელიაბინსკში მოგვიწიოს არყის დალევა და ამიტომაც ვიბრძვით იმისთვის რომ საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე. ნუ პრიმიტივიზმი აბსოლუტური. ეს ბორდო არის? ჰა? საქართველოს მიმდინარე აქცია თუ საფრანგეთში მიმდინარე აქცია არის? ფრანკოფონების აქცია იყო. Oh shit. ფრანკოფონების აქცია იყო. აი გვაქვს მას. ეგ რომ ცოდნოდა მეც ხო შეუერთდება. გასამბობ ახლა კაცო. გავუშვით. ბიჭო მე მევასება ფრანგული კულტურა. ფრანგების მარშმა სერიოზული მარში, აგენა საფრანგეთის საელჩოდან ეს ადამიანები ახლა სერიოზული მარში. მიმართებიან უკვე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ გაჩვენებთ ახლა თქვენ ხედავთ ჩემ უკან კადრში რომ ეს ადამიანები მიმართებიან უკვე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ ისინი არიან როგორც საქართველოს ასევე ევროკავშირის ასევე საფრანგეთის დროშებით ადგილზე მოსულები ასევე ადამიანებს აქვთ წარწერები როგორც ქართულ ასევე ფრანგულ ენებზე და საინტერესო წარწერები აქვს ამ ადამიანებს. ხო, ძალიან საინტერესო. ხო და მე მაინტერესებს გასაგები. ანუ ორი ალტერნატივაა მარტო რომ ჩელიაბინსკი ჯერ რას გადაეკიდენ ამ ჩელიაბინსკს. ჩებოქსარი ჯობია. რომ თქვა თან ჩელიაბინსკი არიციან ჩელიაბინსკი სადაც წარმოადგენს რო ახსენა რომ ჩელიაბინსკში გავიღვიძეთო იმის მერე მიშაშვილს არ უხსენები. ძიმეკასმა რო ახსენა ჩელიაბინსკში გავიღვიძეთო იმის მერე აქვს ეს არჩევნებული. ანუ ეგ გონიათ რომ იყო მაგარი მესიჯი. კი. ანუ ბიჭო ხო და კიდე მე მაგას ვამბობ რომ ჩვენ სამწუხაროდ ძმაო მივიღეთ ნუ ვინც ჩანს ეს წინ ფრონტზე ვინც ჩანს კრეატიული კლასი აბსოლუტურად დაცლილი კრეატივისგან და ესეთ განათლებისგან კრეატივი შეიძლება კონდეს და განათლება არ კონდეს მაგრამ ორივე რო არა ხო და მე რა მაინტერესებს ანუ ალტერნატივა რა არის რომ ან პარიზში უნდა დავლიოთ ყავა და ღვინო ბორდოში ან ჩელიაბინსკში არა კი ორივე ერთად რო გავაკეთოთ აი დაუშვათ ვიღაცას ევასება რუსეთში არ ყისმა რუსეთში ვიც არის ნამყოფი ყველამ კარგად იცის რომ რუსეთში არაყი შენ არ იცი და გეტყვი რომ რუსეთში ფინეთში ჩრდილოეთის ქვეყნებში არაყი არის დასალევი არ არის ეს არის გადარჩენის საშუალება პირდაპირ გეტყვით იმიტომ რომ ისეთი ყინვებია ისეთი გძელი ღამეებია რომ არაყი ისმება კარგად და რუსული არაყი კარგია საკაიფოა რუსულად როგორ უნდა თქვა ვერ იტყვი ხო ანუ შეიძლება მე წამოვიდე ლაზურნი ბერეგზე ხო კოდაზურზე და იქ დავლიო იქ ვისიამოვნო ღვინოები და მე მომინდეს ჩელიაბინსკში ან რა ვიცი სადღაც იქით ბაიკალზე ზამთარში არყის დალევა და ორივე ერთად რო შევახამო არ შეიძლება არა, იმიტომ რომ შენ თუ მოგინდება ჩელიაბინსკური არყის დალევა, ჩელიაბინსკში არყის კი არა და ჩელიაბინსკური არყის დალევა თუ მოგინდება და არა ფრანგული არყის დალევა, ესე იგი შენ ხარ ბნელი სულიერად გახრწნილი. ფრანგული არყის კარგია, კაცო, შენ ფრანგული არყის დავლიო, ხო? ანუ ხო, რაღაც არის. გრეიგუსი შესანიშნავი არაყია. არის ფრანგული არყები, რომელიც ძალიან კარგი არის, არ პრობლემა არ აქვს მაგას, მაგრამ ბიჭო, ანუ რაც ამაზე მსჯელობაში საერთოდ რატო შევიდა ამ სიგიჟეში და აბსოლუტურ იდიოტიზმში რაც არის დიქოტომია ჩელიაბინსკის და ნებისმიერი სხვა რაღაცა აქეთ ევროპული რაც არ უნდა დაუპირისპირო. ანუ რატო ეს დიქოტომია, რატო გაჩნდა? იმიტომ რომ ძიმე კაცმა თქვა და ამათ კრეატივი არ იყოთ რომ რაღაც ახალი შეექმნათ. 7 წლის წინ 7 წლის წინ ბიჭო 7 წლის წინაც ჩელიაბინსკში შევიღვიძეთ 7 წლის წინ ნათქვამი ეს სლოგანი დღემდე კრეატიულმა კლასმა რომელიც რევოლუციის სატუშე ვერ ჩაანაცვლა. ეხა ერთი რამე რო თქვა საბოლოოდ შეიძლება ამ დღევანდელ გადაცემაში იმდენს იძახიან რომ ეს არის რუსეთი უკვე ჩელიაბინსკი რომ დიქტატურა რომ თვითმარქვეები ვართ და რომ სასტიკი დარბევები და ასე შემდეგ რომ ხო შეიძლება სულო ცოდვილო ერთ დღეს მე ხელისუფლებას არა მომინდეს რომ ზუსტად ისეთი დარბევა მოხდეს როგორც მოხდა ბელორუსში ხო შეიძლება მაგრამ მაგას გვეძახიან და მოდი აი ბელარუსიაში როგორც დაარბია ბაჭკამ და იქ ფულს ვაკეთებს ახლა იმ დარბებთან საქართველოს ბანკი ხო და იქ რო ყიდის ხილღვინო რუსეთში ღვინოებს და ბევრი სხვა თანამშრომლობა იქნება აღმოჩენილი ჩვენს მიერ და პირდაპირ ვამხელთ ეს ორსაჯდომა ბიზნესმენებს ვამხელთ ჩვენ ხო და აი ხო შეიძლება მომინდეს რომ კაი დავაი გაჩვენოთ როგორია რუსული დარბევა
არ მოხდება ეს რა თქმა უნდა. ეს შეუძლებელია, მაგრამ სხვაობა რომ დაანახო, განსხვავება რომ თავში მე უფრო მეტად ვისურვებდი, რომ ადამიანებს, ვისაც ესეთი ჟინი და უნება აქვთ, იმათ ზუსტად ფრანგულად ფრანკოფონი ფრანგულად უნდა დაარბიო. ფრანგული სპეცრაზმის ყველა როგორც ყვითელ ჟილეტებს არბევენ ისე გამოიყენო, რომ ფრანკოფონებს ეგრე უნდა მიუდგე მაშინ. თალის ყვითელ ჟილეტი. თორე მე გეტყვის, მო ჩელაბინსკურად დამარბიოდა ფრანგულად რო დაარბევ. მე უფრო გავუსწორდება ძმაო. მაკრონი, იცით, არც არ კითხულობთ არაფერს. იცით თქვენ რომ მაკრონი არის სადღაც ჩასული დირექტორიაში. ანუ საფრანგეთი არის კოლონიური სახელმწიფო მეგობრებო. შავკანიანი აფრიკელ თუ აბორიგენ მოსახლეობას ჩაგრავს და იქიდან ბუნებრივ რესურსებს იპარავს. და იყო მაკრონი ჩასული, იქ ძალიან დიდი ქარიშხალი მოხდა. აფრიკაში მათ დომინიონი აქვს, მე მგონი თუ რაღაცა პატარა კოლონია. და ლამის აგინეს იმ ფერატკანიანმა შავკანი ზანგმაქალებმა რა. ნუ ხო ხტები, იმპერია ირღვევა, საფრანგეთის ჯერ კიდევ იმპერია უკვე ირღვევა. მაკროს პრობლემები აქვს, შორცი აღარ არსებობს. შორცი ლემოხტ ხო, შორცი აღარ არსებობს პრაქტიკულად. ფიცო ჩავიდა იმაში. პუტინ საქართველოს ოცნების მოკავშირე ფიცო პუტინთან ჩავიდა. ფიცო რატო ჩავიდა, იცით? ფიცო ჩავიდა, იმიტომ რომ გაზი რო გადაეკეტოს და უკრაინა უკეტავს გაზს, რო იცოდეთ. აი გეტყვით რა, უკრაინა უკეტავს გაზს, არა მარტო ფიცოს და ბორბას. იცით რომ იმას უკეტავს მოლდავას. მოლდავეს უკეტავს გაზს, რუსულ გაზს. ეს მოლდავეთის სანდურვარი. იცი ვის უხურებს? ამა გამოიცადი. უკრაინა უკეტავს რუსულ გაზს და სანდუ ვის უხურებს? ორბანს. არა, ფიცოს. რუსეთს. რუსეთი ეუბნება, წაიღე კაცო, აგერ გაძლევ, რა პრობლემა არისო. და ეხლა რაღაც ლაპარაკი მიდის. ცუდი, რა თქმა უნდა. რომ ავანტიურა უნდა დესპირეთში და თავდასხმა გრესზე. თუ ელექტროსადგურზე სანდუს. ამერიკელები უჩიჩხინებენ, რა ეს დარჩენილი ამერიკელები. დარჩენილი ამერიკელები, რომელსაც ტრამპი უკვე დედას უკლავს, ჯერ არ მოსულა. ხელს კონკრეტულად პირველ არის ვიდეო? განცხადება, არ უნდა განცხადება ზეპირად ვიცი, პირველივე დღეს მოაწეს დადგენილებას, რომ ორი სქესია მარტო სოფლიოში. ნეტა რომელი? ტრანსგენდერი და სკოლებში და სასწავლო დაწესებულებაში რაც იყო, რაც საწყალ იმას დაემართა, რა ქვია, ილონ მასკი, ის აიგზალება. რა ვქნათ ახლა ქართულ ოცნებასაც და ტრამპს აი ესე მოხდა ეთნაირი ნარატივი აქვს აი სექსუალურ ამბავში. ამერიკამ გაიღვიძა ჩელაბინსკში, ხო? იმაზე არ დაგავიწყდეს კაცო. NGO-ებთან მიმართება. NGO-ების დედავატირეო პირდაპირ. ფინანსების გამჭვირვალობაზე არ დაგავიწყდეს. ხო, NGO-ების დედავატირეო, ძალიან ბევრი ფული მიდის NGO-ებშიო. და დამთავრდა ხო, პანამას, ხუჩ პანამას უხურებს. ტრამპი კანადას უხურებს. მონროს დოქტრინაში, აიციან ამათ მონროს დოქტრინა, ნაცლიბერალი. მერლინ მონროს დოქტრინა. მერლინ მონროს დოქტრინაში, როგორც წერია, თავის კონტინენტზე უნდა მოაწისრიგოს. და როგორ იბრძვის იცი ტრამპი? ყველაზე მაგარი სიტყვა მაქო ტარიფებიო. სანქციები არ არის. ტარიფები დაარქვა რა. კი ბატონო, ჩვენ არც ვაჭრობთ ჩვენთან და არც ტარიფებს არ გამოიყენებს, არაფერი არ არის. საბჭო ურთიერთობები პრაქტიკულად არ აქვს ჩვენ. მიხედავთ თავის საკე ამბებს. დავისვენებ და ომის დასრულება ბოლომდე. სტრატეგიულმა პარტნიორმა არ მოგვცა ამდენი ხანი არც თავისუფლებას რაღაცა ამოუჭია ზელენსკის დედა ახმეტკი ნატილები ვიძახი და ამოუჭდა და დამცინიან თუ რაღაცა, ნუ ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ თვითონ ბევრ რამეზე შეიძლება დამცინო მე, როცა ნაცი ხარ, ხო? უამრავ რამეზე, მაგრამ რაც ცხადია, რასაც თვითონ უკრაინელები ამბობენ და ქვეყანას რომ დედა ეტირა ამ კლოუნის გამო, იმაზე რატო გონიათ რომ იგებს უკრაინა? კი. იმიტომ რომ მაგ ილუზიების ტყვეობაშია ხარ. ბიჭო, თვითონაც გონიათ რომ იგებენ და მოიგეს და ეხლა რაზე მელაპარაკე? იქ რო ეგონოთ რომ იგებენ რაღაც თვალით რო არ უნახავთ რა ხდება, რა თქმა უნდა, არა პრობლემა არა. უკრაინელებს არ უსმენდნენ, თვითონ უკრაინელებს. რატო უნდა უსმენდნენ? თავარ არხზე ხო ამბობენ რომ ბებო დრონებს აგდებს იმითი რა ქვია კომპოტის სკილით. всё, ინფორმაცია მიღებულია. ჩვენ ხვალამდე დავისვენოთ, დაგასვენებთ ჩვენგან და კიდე იქნება თუ რამე მარში იქნება და რამე სიგიჟე იქნება, რა გაჩვენებთ. აი ფრანკოფონები არ უნდა გამომეტოვებინა. აი, ხვალე არ ვიცი ვინ გამოდიან სხვა შორის. ხო, ჩაუჯდეთ. ჩაუჯდეთ. კარგად ზანდებოდეთ. აბა ხვალამდე.